მეგობრებო, რაღაც სიგიჟე მოხდა თეთრ სახლში. სიტყვიერი დაპირისპირება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ანუ ისეთი შოკია ეს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ანუ ეს არ იყო რაღაც პოლიტიკური უბრალო შეხვედრა, ეს არ იყო რაღაც პრესკონფერენცია, ეს იყო ჩვეულებრივი, ეს ჟარგონული სიტყვა უნდა ვიხო, რომ პოლიტიკური რაზბორკა. მე მინდა რომ შევაფასოთ და დასკვნები დავდოთ, იმიტომ რომ მე ამას გვერდს ნამდვილად ვერ ავულიდე. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე ინსტაგრამზე, რომლის ლინკი აღწერამშია მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ძლიერი უნდა იყოთ. თქვენ არ გაგაჩინიათ არავითარი კოზირი. ხალხი იღუპება, თქვენ ჯარისკაცები არ ყოფნით. როცა გვეუბნევით, მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მსურს ცეცხლის შეწყვეტა, მე ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ოაიმე. მეგობრებო, ეს რომ მე ლაივში ABC News-ზე უყურებდი ლაივში, 1 საათის წინ დასრულა პრესკონფერენცია და ნუ ზელენსკი როგორც Fox News-მა დაწერა, ზელენსკი თეთრი სახლიდან გააწევეს. და მაშინ დაბრუნდები, როდესაც მშვიდობისთვის ზად იქნებიო. ნუ ეხა აქ რო თელი საქმის რჩევა იყო და აი JD Vance-მა რაც უთხრა რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში მადლობა არ გადაგიხდია ის 350 მილიარდი რო ამერიკიდან წამოვიდაო და მაგაზე მეტი მაგის ნახევარიც კი არ არისო ჩამოსული უკრაინაშიო და რაღაც თელი საქმის გარჩევები იყო რა სერიოზული. ანუ ესეთი დაჩმორებული, ანუ მე ზოგადად ანუ ბევრი რამე მაქვს პოლიტიკური პრესკონფერენცია, ბევრი, ნუ მithumedes ტრამპის ყველა რალი მაქვს. მე ტრამპი ესეთი გაღიზიანებული, მე იმის და ვიხო რომ ტრამპი არის ექსცენტრიული ადამიანი, იმის და ვიხო რომ ძალიან პატაჟურია. მე დონალდ ტრამპი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს და ესეთი დაჩმორებული ზელენსკი ცხოვრებაში არ მინახი. ანუ ხო გეუბნები იმის და მივხვდავთ რომ ეხა ანტი ზელენსკი ვარ, ხო? ანუ ემპათია გამიჩნდა იმ ხრივ რომ შემეცოდა. ანუ როგორც ადამიანური აი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ანუ მართლა შემეცოდა ესე დამცირება, აი ყველანაირად გადაუარეს. Big trouble. Wait a minute. No. You've done a lot of talking. აი ესეთი რამე გინახია თეთრ სახლში, ტრამპი აწყვეტინებს ზელენსკის. გადაგითარგმნით რა. Your country is in big trouble. შენი ქვეყანა არის დიდ პრობლემებში. I know. მე ვიცი. You're not winning. You're not winning. შენ არ იგებ. This. You have a damn good chance of coming out okay because of us. Mr. President, we are staying in our country, staying strong from the ჩვენშებითო ძლიერებიო ჩვენ ქვეყანაშიო. very beginning of the war. We've been ომის დასაწყისიდანო. We are thankful. I said thank you. მე ვარო მადლიერიო. You haven't been In this allowed. cabinet, You and haven't not been only allowed. in this cabinet. We gave you through I this said stupid thank you. president stupid president დებილმა პრეზიდენტმა $350 billion. 350 მილიონიო We მილიარდიო. gave you military equipment, and your men are brave, but they had to use our military. თქვენ ჯარისკაცები გმირები არიანო, მაგრამ ეგ ფული არ ჩამოვიდაო და დებილმა პრეზიდენტმა ბაიდენი იგულისხმა ამდენი ფული უაზროდ მოგცათ. ანუ ეს იყო შინაარსი. If you didn't have our military equipment, this war would have been over in 2 weeks. ანუ ეს დახმარებები შენთვის რო არ მოგვეცავდა, ეს ფულები უაზროდ არ გვეყარა, 2 კვირაში მორჩებოდა ომი. ეხა უყურეთ რაზე გაუტრაკეს ზელენსკის. რატო არ გაცვიაო დრესკოდი თეთრი სახლის შესაბამისი უყურეთ რა. President Zelensky, why don't you wear a suit? You're the highest. Why don't you wear a suit? You're the highest level. აუ აი ერთი აი რავი დამლაგებელს არ გაურტყი. აი ანუ ერთი ხელი არ აწეულა რა. ერთი ხელი არ აწეულა რომ აი ვიღაც ზელენსკისთვის გაეტყა. აი მაგის იქით რაც კი ინსტრუმენტი არსებობს ადამიანის პოლიტიკურ აგონიაში შესაგდებად ყველაფერი გამოიყენეს რა. ნუ ზელენსკი ვიცით რომ ეხა იმიტომ არ ატარებს დრესკოდს ოფიციალურს რომ ომის დაწყების მერე ახალ უნიფორმებზე გადავიდა. მაგას ეტყვის. And you refuse to wear a suit. Just want to see if you own a suit? Yeah, problems. A lot of Americans have problems with you not respecting the day. ბევრ ამერიკელს აქვს პრობლემა იმასთან რომ შენ პატივს არ ცემო თეთრ სახლში მოდიხარო იმისა კადიროვით სპორტოლებითო რა. აუ რა დაჩმორებულია. ბიჭო ანუ მესმის ეხა ხო ეხა ანუ ყველაფერი ტყდება მესმის ეხა ანუ და რამდენჯერ დამიჯვია ზელენსკისთვის ეხა ხო, მაგრამ ანუ ესე დაჩმორება ადამიანის და ესე აი ხო არის ადამიანი რომ საქვეყნოდ გაიგდო, ქუჩაში გაიგდო, გადაცემაში, მაგრამ აი ეხა თეთრ სახლში რომ გაჯვავენ ხო, ანუ ეს არის სოფლიო დონის ამფითეატრი რა, ანუ აი ყველა მიცის უკვე, თელმა სამყარო მიცის, ალბათ ყველაზე ნახვადი იქნება ეს სტრიმი, რაც კი ოდესმე გადაცემულა რა. და ემპათია ეხა რომ ადამიანური შეცოდება გამიჩნდა. იმის დამხე ტრამპის ხუდი მახურია და ზელენსკის ვაჭო რამდენჯერთან. I will wear a costume after this war will finish. Okay. Yes, maybe something like yours, yes. Maybe something better. I don't know. ეხა მე მინდა განახოთ. Maybe something cheaper than yeah.
მოდი ახლა მე მინდა რაღაც განახოთ უკრაინის ელჩი როგორ იმყოფებოდა ამ პრესკონფერენციის დროს. ეხა ჩავჭო. But you will feel it in the future. God bless. You don't know that. God bless. God bless. You will not have war. Don't tell us what we're going to feel. We're trying to ახლა პირდაპირ როგორ აწყვეტინებენ ერთმანეთს. ნუ გვეუბნებიო ჩვენ რას გვგრძნობთო, კაცო. solve a problem. Don't tell us what we're going to feel. I'm not telling you. I'm not me შენ არ გეუბნებიო. That's exactly what you're doing. Don't dictate ანუ ნუ იქნებიო როგორ რა ვთქვა, როგორ განმოთარგმნა ხა ეს ქართულად რა. ანუ ნუ გაუძღვებიო ცუდათო ისე ქვეყანასო შენ ზიანი მიაყენო რა. You're in no position არ ხარო იმ პოზიციაშიო. to dictate რომ ესე მელაპარაკო რა, მე რაღაც ის უთხრა კარტებზე უთხრა და მე კარტებს არ თამაშობ რა. what we're going to feel. We're going to feel very good. აუ ტრამპა იმენა მისაღებზე დააყენა ზელენსკი რა, აი როგორც აი ძველი ჟარგონული ტერმინი რო აი ადამიანს მისაღებზე დააყენებ და აი რავი უბანში ხელი რო უნდა გაარტყე დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა შეიქმნა ეხლა თეცახში. We're going to feel very good and very You strong. will feel influence. You're right now not in a very good position. Oh, You've allowed oh. yourself to აი ხა მე მინდა ეს განახოთ. Today. ნუ JD-ს მოუთხარ რომ ერთხელ მაინც მადლობა გითქვიაო საერთოდ ამისთვის. ხო გეუბნები რა ის ზროსლებს რო აყავთ რა. აი ჩაოლებრივი ძველ ბიჭური სხოტკა იყო რა შემდგარი. აი არ ვიცი. თამას ლაივში უყურებდი ანუ რომ მივიდა თეცახში ზელენსკი მაქენა ჩავრდა ABC News-ში ჩართული მქონდა და უყურე მეთქი უყურე გზელდება მეთქი ეს რას უყურებ შემითვალები. ლიბერალები შოკში არიან ხალხო რა ხდება იცი ეხა ტრამპი რუსეთის აგენტიო კაკები აუ რეები იწერება მაგის ეგ ცალკე თემაა. United States of America and the president who's trying to save your country. ამ პრეზიდენტიც ჩალიჩობს რომ გადაარჩინო შენი ქვეყანაო რა სახელმწიფო ვიცე-პრეზიდენტი იონება. და ამ დროს შეხედეთ უკრაინის ელჩს რა პრესკონფერენციის პარალელურად უყურეთ. I want a ceasefire because you get a ceasefire faster than an agreement. აღარც იწერდა ანუ ცრემლები წამოუვიდა რამის. აი მეგობრებო რას უშვებიან ნახეთ პოლიტიკა რა არის ხო ხედებითო დიდი განსხვავება აი ხო ხდება აი მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა ჩვენი ესეთი გამძლეობა და ჩვენთვის დაბრალებული პრორუსობები და ეგენი რო არა ჩვენ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში ხა რა უკრაინა ბიჭო ამ ხელა უკრაინა ესეთ მდგომარეობაში და ჩვენ ერთი ბეწო პატარა რაღაცა რა არც დაგვსვავდნენ არ შეგვი ეს აქ მიიწვიეს მაგრამ ჩვენ არც მიგვიწევდნენ და თქვენ ხვდებით რას ვართ გადარჩენილები დაჟე აი სამართლა სამჯერ უნდა დავარტყა ამინ ღმერთო რასაც უყურებ ყველაფერს ვწდები ჯერჯერობით შეხედეთ ეხა რა ეხა ეს ცოდოა ეხა ადამიანური კუთხით ვამბობ ეხა ხო რა მოხდა როგორ მესმის ეგ ვიცით ყველაფერი ვიცით უკვე და ესე გამოაბუნძულე ზელენსკი იქიდან აი პოლიტიკა ეს არის მეგობრებო რა აი ეს არის პოლიტიკა დიდი იმპერიები და დიდი ქვეყნები წვიტავენ შენს მომავალს აი ხო დადო ტრამპმა თავისი შედეგი მოვიდა თუ ახალხანს გავიდა რამდენი რამე შეიცვალა უკვე მსოფლიოში აი ხა მე მინდა ხა ცოტა იუმორისტული გადახოვა მინდა გავაკეთო რა ცოტა იუმორისტული და განახოთ აი პოლიტიკაში როგორ ირჩევა საქმე რა ეს არის თენდება გვიან ცნობილი ქართული ძველი ფილმი აი წარმოვიდგენ ხა ტრამპი და პუტინი როგორ ადიან ხა უკრაინასთან და ევროკავშირთან რა აი ხა ეს ხო არის კლასიკური საქმის გარჩევა ნუ ძველი დროის ხო აი ხა როგორ ამხელა საერთო აქვს მაგს პოლიტიკასთან აი ხა უყურეთ თან იღადავეთ გიგილოს გაიაცნება თქვენ გექნებათ ეს ნანახი ეს ძალიან ცნობილი ძალიან ძველი ქართული ფილმია აი როგორ ხდება პოლიტიკა როგორ ხდება გაიაცნება საქმეების იგივე მოხდა ტრამპსა და ზელენსკის შორის დღეს რა აღაზია შეგეწოხებია ბუჩის ბიჭები ვართ მაგით ცხოვრობთ მაგით ვართ ვიცი ძამია მე რას ვეძახის მაოჯან და ჩვენამდე ჩვენ ვიყავით მაგი ფული 10 კაცად წდება თოგი ლაგერში მიდის თოგი აქაურ გაჭირვებულებს რჩება გიგილო არის ტრამპი ხა რა ჩვენს გაჭირვებული ბიჭები ვართ ოდამეკო მარარა დასწრებაზე ხო არ არის ბრატ ყველაფერი პოლიტიკა რა ეს არის აი რაც ახლა თქვენ თეთრ სახლში ნახეთ იგივე არის ეს რა უბრალოდ ამათ ახლა მასშტაბებია ძალიან დიდი განსხვავება მათ შორის ახლა რა და დრეს-კოდი უბრალოდ და ალში არის ერთი და იგივე რა დაგაყენებენ ესე გაგაფუჭებენ ამიტომ ეგ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი მაშინ ხარ და მაშინ ხარ მაგარი დიპლომატი რომ შენ ესენი უნდა იცილოს საკუთარი თავიდან იმიტომ რომ ვერ ხვდები რომ შენ ამ ომში გიყენებენ აბა ვინ ვოქცემს ლარიანს ბიჭო ლარიანს აღარ აძლევს დედაშვილს უკვე ისეთი დრო მოვიდა რომ მისგან რამე არ მიიღოს ახლა თქვენ სახელმწიფო ზონაზე 350 მილიარდს რო გაძლევენ ახლა შენ რამხელა რაღაც უნდა ამოიღონ შენზე ხო ასე ხარ რა
ვიცი ძამიკო, მაგრამ საქმის კურსში ქემაი შევაყენეთ ის ბიჭები, ვინც ავარ ძმაო და ვინც ოფლით და სისხლით გავხსენით, მაგი მაღაზ ერთი სემიჩკა დამიყარე რა. ძმაო საჩუქებლად გაგეხდეთ საქმე, მაგრამ არ ვიცოდი ძმაო, კაი ბიჭებს დავშვიდა ბოგონებს და მივიდი გოიმა. სახელით არ გაასახე. ეს რა მაგარი ფიშტონაგით დაგიტრებია. მაგარი კოლტია. კოლტია შენი ჭირი. ბრატ, რა მაგე ვიცოდეთ რა ეს არის ჩვენი მაღაზია ძმაო. თურამე დაგჭირდა ძმებო. ვახ, კაი გადავდოდეს ყველაფერი გვერდზე რა. ვახ. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ნუ დამატებით შეფასებაში შემიძლია ხა ის ვთქვა, რომ უკრაინა გადადებულია უკვე ის პოლიტიკური გვამია, ანუ მე ხარ ასაც განვიხილავ, ეგ არის რომ დიდი ბრიტანეთის აქტიურობა არ იყოს, ან მაგალითად დიდი ბრიტანეთი აქტიურობს ახლა ყველაზე მეტად რომ გააგრძელებინოს ეს ომი. და მათ შორის არ გამორიცხავ შეზღუდული შესაძლებლობების შარევას და მათ შორის სამხედრო კონტინგენტების გადასვლას უკრაინაში. როგორც დღევანდელი ამ შეხვედრიდან გაირკვა, ზელენსკი არ აპირებს უკან დახევას. იმის და მიუხედავად რომ მოუწევს, მაგრამ დროის საკითხია, თუ ეს დრო გაიწელა, ნიშნავს რომ ევროპამ უნდა შექმნას ალტერნატიული პლაცდარმი. თუ ევროპამ ალტერნატიული პლაცდარმი გახსნა, ნიშნავს რომ დიდი ბრიტანეთი იქნება ახალი მოთამაშე ევროპაში, მაგრამ დიდ ბრიტანეთს აზის deep state ეს გაითვალისწინეთ და deep state-ს აწყობს რაც უფრო გაიწელება კიდევ ეს ომი. შესაბამისად, ეხლა დანარჩენი და ხო გეუბნებით დღეს ყველაზე დიდი დრონების შეტევა მიტანა რუსეთმა უკრაინაზე. ნუ ფაქტიურად ეს მოლაპარაკებები შაიშალა, ანუ ომის დაზავებაზე ზელენსკის ხელი არ მოუწერია და არც სიტყვიერი შეთანხმება დაუდია. ეხლა ჩვენ გველოდება კიდევ ახალი თეატრი, რომელსაც უნდა დაველოდოთ. მე მაქსიმალურად ვიქნები ამ საქმის ყურში შეგაყენებთ, მაქსიმალურად მოგაწოდეთ ინფორმაციას და შევეცდები ობიექტური თვალსაზრისით განახოთ, იმიტომ რომ ეხლა ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის სამაგალითო. რეალურად რა ზელენსკის თავზე ხდება. ხო ხა მესმისო დაცემული ციხლის დაჭერა მარტივია, ხო მე აღარ ვაპირებ, ასე თქვა, დამატებას რა თქმა უნდა და რაღაც კიდე აუგად საუბარს. ნუ უკვე გასაგებია რომ ზელენსკი პოლიტიკურად გვამია. მაგრამ ეხლა რაზე წავა აქ რა თამაში წავა აქ ზელენსკის გააგორებენ, ჩამოაგდებენ, deep state-ი კიდე გამოიყენებს, ევროპა მიმართულება შეცვლის და ახალ პლაცდარმს წარმოქმნის, ანუ ძალიან ბევრი ვარიანტია. ანუ ნუ გონიათ რომ ეს ომი რამოდენიმე დღეში დამთავრდება. იმის და მიუხედავად რომ ტრამპმა ესე გადაწყვიტა, ეს ავტომატურად მაგას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე ახალი სერიები გველოდება მეგობრებო. მე ყველანაირად შეგაყენებ საქმის ყურში. მაგრამ მინდა ეს ვიდეოები და ჩემი ეს ყველანაირი გამოსვლა იყოს თუნდაც სამაგალითო და სასწავლებელი. თუ როგორ ეწირებიან პატარა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებს. და ეს უნდა იყოს სამაგალითო, ერთი ბეწო საქართველოსთვის. ჩვენ თუ ეს სიბრძნე არ გამოვიჩინეთ, დაღუპულები ვართ და ჩვენ ვეღარაფერი გვიშველის. დროებით.